ლეგიტიმაციის დადასტურებამ და პოზიტიურმა შეფასებებმა ოპოზიცია გააღიზიანა. იმდენად შორს წავიდნენ, რომ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს დასცინიან და შეურაცხყოფას აყენებენ. უკომენტაროდ ვდება ალან ბერსეს ბრიფინგს ევროსაბჭოს ხელმძღვანელის, განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც აღიარებდა, რატომ არ მივიდა შეხვედრაზე ჩვენი კოალიცია. ასევე ყველას მინდა შევახსენო, შარლ მიშელი 2 არ იქნება. ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება. არც მოსალაპარაკებელი არამე, მხოლოდ ახალი არჩევნები. ნათქვამია და აღარ უნდა გადაიხედოს. ტყვეებით ვაჭრობა და რაღაც რეფორმებზე ლაპარაკი არალეგიტიმურ და ხალხის წამებაში მხირებულ კონსტიტუციური გადატრიალების მომწყობ ბანდასთან არ შეიძლება. მე მგონი ამასაც ვიცე-პრემიერობა შეპირდა ივანიშვილი. დაჯექი ორიანი. ევროსაბჭოს დელეგაციის ბერსეს ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში. ქართველი ხალხი წყვეტს როგორ ვიცხოვრებთ და არა ეგ. აქ ხალხია ნაცემი, დასახიჩრებული, დაჭერილი და ვიღაც კაცი ჩამოდის, კანონს შევაცვლევინებთ ცოტას ქოცებსო. პატივი ეცით ქართველ ხალხს, ან შეგვეშვით. ახალი არჩევნებია ერთადერთი გადაჭრა კრიზისის, ამიტომაც არ შევხვდით არასწორად დაგეგმილ დელეგაციას.